ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საახალწლო ნაძვის ზეიმი, საახალწლო ზღაპარი გაიმართა. კონცერტის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი დავით ოკუჯავა იყო. მონაწილეებს და დამსწრებნელ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის დიმიტრის არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი წარმოადგენს მიუზიკს საახალწლო ზღაპარი. დღეს ძალიან ამაღლებული განწყობა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში. აქ არიან არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულად ზეიმობენ 2017 წლის მობრძანებას. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მიულოცოთ 2017 წელი. ესეთი ლამაზი, ბედნიერი, განათებული, გაბრწყინებული და რაც მთავარია სიყვარულით ახსავსე წელი ყოფილიყოს ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის და ჩვენი პატარებისთვის. შობა ახალწელს ულოცავ ყველას, სრულიად საქართველოს, უსურვებ ბედნიერებას, ყველას წინსვლას, წარმატებებს და რა ვიცი ყოფილიყოს ეს წელი, ხვავის, ბარაქის, მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს. ულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს, ძმებს, აფხაზებს, ოსებს და ყოფილიყოს მთლიანობის, ერთიანობის, გაერთიანების საწინდარი 2017 წელი. მე მინდა ჩემი ოჯახი კარგად იყოს. მე მინდა თოვლის ბაბუა მომიტანოს ბარბი. გილოცავთ ახალ 2017 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყველას, რომ ეს ახალი წელი თქვენთვის იყოს მშვიდობიანი და ბარაქის მომტანი.